მოგესალმებით, მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სწორი ბატონი გოგი წულაია. მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. მიირთვით ჩვენი გამაგრილებელი სასმელი. ძალიან კაი. და ბევრი სასაუბრო დაგვიგროვდა ჩემო გოგო. კი ბატონო, დაგვიგროვდა ნამდვილად. კი ბატონო. მადლობა მოწვევისათვის. ამე თუ ასეთ პოპულარულ გადაცემაში რომ მოდიხარ, შეც გემატება პოპულარობა. კაია. როგორ ახარ ჯამთელობა, როგორ აგაკ, აბა? ესე იგი, ჯამთელობა ცოტა შერყეული მქონდა ამდენი ნერვიულობიდან. ნუ გავიკეთე ოპერაცია და ეგ ამბავი გავიგე, ხო? ახლა ვარ ძალიან ნორმალურად და კარგად და. ანუ შუტირება გაიკეთე, ხო? ხო, შუტირება გავიკეთე. რამდენი გადაგენერგეს? 4-ვე გადამინერგენ და ასე რომ მინდა უთხრა ჩემ მოწინააღმდეგეებს, რომ უკვე გული კაი მაქვს, გოუძლებ ბოლომდე. კაი, ანუ ესე იგი, გოუძლებ ბოლომდე. არჩევნებამდე დაგემართა, ხო? არჩევნებამდე დაგემართა. ანუ აი საარჩევნო კამპანია ვერ აწარმოე. ვერ აწარმოე, წესიერად პერფორმანსების გამიცუდა. კონდა რამე პერფორმანსი, რომელიც ვერ განახორციელა. ანუ ალბათ გახსოვს, რომ იგი პარლამენტთან ქუთაისში კუბო მივიტანე. კი, როგორ არ მახსოვს გას. და იმ პარლამენტს უწოდებ მკვდარი პარლამენტი და ახლაც ლავარესი მკვდარი მივიღე. იგი დემაის ცოტა სუნთქავდა და როდეიბადა მაშინ იყო ცოცხალი პეტკავდა მანდარას. კი ბატონო. ეგი მკვდრად შობილია. ხო და მინდოდა გადმემესვენებია რა და კუბო მემეტანა ახლა ამ პარლამენტში. ნუ გადმოსვენები ცერემონიალი უნდა გემეკეთებია, მაგრამ ნუ ჯერ ვერ მოაბი, თავი და მოაბა აუცილებლად. ვერ მოაბი, ხო? კი ბატონო რა, ვიზამ რაცხს. მოდი ეს მითხარი ქუთაისში როგორ ჩატარდა არჩევნები შენთან? აუ, ქონდა მაგისი ძალა რომ არჩევნებზე გერბინა სიტყვაზე? მაგ ძალა უკვე მქონდა სხვათა შორის, ერთი თვე იყო გასული, რაც ოპერაცია გავიკეთე და კარგად ვიყავი, მაგრამ მაგ როგორ ჩატარდაზე არის, გამახსენდა უცებ ანეკდოტია, მაგრამ მოკლედ კაჭველი ანეკდოტია. ჭიჭიკია, რა ვახარ, ვიჯოოდა. რას გამახსენე შენიო? ისია რა გინდა, რას ვერჩი, რას გამახსენე? რა ჩატარდა და 4000 მოგონდა, აღებული და 600 დამიწერე ახლა, ვითომ ახლა შეგინე. ხო. შაშაწირვევი 4000, იმგე ჩამოუარი სულას და დედავაგი და ხმა არ მომწეთქვა. თუ საწევიდა, ეხლა კი საგადაასწავლე. ანუ მობილიზებული ყავდა? მობილიზებული ყავდა, აგრიცული ყავდა, დარეკილი ყავდა, ჯერ საერთოდ აი ნახდად არ დავიტრაბახებ და როდესაც ავად გავხდი, აი ნახევარი საქართველოს ბალეში გობდა. ხო, არა, ეგ იყო. აი შულეს ვიცავარ, ნუ Facebook-ი და ისე და დარეკვები და მოკითხვები და რა ვიცი, ყველა მატყუარა ხوارა ახლა ვიცავს ხო შეტყიოდა ჩემზე. ხო და ნუ ახლა 600 სიხმარო დამიწერე რა კატასტროფა და არ იქნება ახლა ის გახსენება კაი საქმე. არ გვინდა, არ გვინდა დავალე. კაი, მოდი მაშინ ეს მაშინ შენი შეფასება ახლა ძალიან ბევრი პერიოდი გაგავლილი პოლიტიკაში, დიდი ხანი არსებობ რა და მაინტერესებს, გაყალბების ხარისხი როგორი არის შენი შეფასებით ამ არჩევნების, იმიტომ რომ შენი შეფასება ყველაზე ესე იგი მოკლედ გეტყვით ახლა ნამდვილად, ახლა ახალგაზრდობაა ბევრი და შეიძლება არ ახსოვს. საქართველოში ეროვნული მოძრაობის დროს ჩატარდა კონგრესის არჩევნები, ეროვნული კონგრესის არჩევნები. ესე ზვიადის მოწინააღმდეგე ნაწილმა ჩაატარა დამოუკიდებლობის პარტიამ და ჭანტურიამ და ასე შემდეგ ბევრმა ახლა. და იქ მაქვს მონაწილეობა მიღებული არჩევნებში რა. აი მე თვითონ კეჭი არ მიყრია, მაგრამ კი ბატონო. და მის მერე ყველა არჩევნებში აბსოლუტურად ვარ მონაწილე რა. ამნაირი მე არ მინახი რა. რატო? აი ეს იყო მართლა კატასტროფა რა. ეს იყო ნუ ყველა მეთოდი ერთად შეზაებული. ბუკეტი. ნუ ხო, ბუკეტი იყო, ნუ ახლა ვიცი რა გითხრა ხა, ნუ ცემა, ტყეპა, გინება, მოსყიდვა, ფულის დარიგება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბოლოს ახლა ნუ ელემენტარული მათემატიკის ცოდნას რა უნდა თქვენი დედავადიე რა უბედურობა მათემატიკა ვერ ისწავლე რა შობეცაღლება ნუ მერე უკვე რო წერენ და ნუ აყალბე აი ჯანდაბა შენი თავი მაგრამ
მე ეწერა და ვერ აჯამებდი რა ეგ არის უცნაურია ეს იყო კატასტროფა რა ანუ არ ვიცი რა იმატება გამოკაი ნუ შედეგი არის ტრატშობილი პარლამენტი მივიღეთ და ქართველი ერი არ დაუშვებს იმას რომ ტრატშობილი პარლამენტი მართოს რა ერთპარტიული პარლამენტი იქნება ხო ერთპარტიული კომუნისტური პარლამენტი იქნება რას გააკეთებენ აი ჰიმნის შესრულება დილას ბიძინაზე იქნება ლენინზე შეიცვლება და ხო ლენინზე გამონათქვამები ლენინზე როგორ იყო პარტია ვამბობთ პარტიას გულისხმობთ ლენინს ხო ეგეთი ან ვამბობთ ლენინს გულისხმობთ ისე იქნება ვამბობთ ბიძინას გულისხმობთ ოცნებას ვამბობთ ოცნებას გულისხმობთ ბიძინას ამლა ტრაპარეტები იქნება ქალაქებში კაპრული და პარტია უჩესის სოვეს დაშე ეპოქი იყო ამლაი ქართული ოცნება არის ჩვენი ნამუსი და სინდისი და მე იქნება გამოთქვები კომუნისტების დროს იყო გამოთქვა იგი ყველაზე ჯამთელი ავადმყოფი არის საბჭოთა კავშირში. ავადმყოფი თუ რამეა ჯამთელი. ან ჩვენთან ბევრებს არ შეათ. იყო ამლა პოეზიებში იყო ადამიანები. ჩვენთან ბევრას არ შეათ და ან ეკი გამოთქვა მართლა იყო შულეს ვიცა რომ ყველაზე მეტი ჯამთელი ავადმყოფი არის საბჭოთა კავშირში. იმიგა დამნაირ რაღაცებს რა ლოზუნგებს რა. დედა გვაქვს ლატირები მოდი შემოვიდეთ. დამაბრუნე პაწილობაში. ერთი არის კიდე რომ ხვალ არის მეორე ტური ხო ეხლა არავინ არ მონაწილეობს მარტო ოცნება ხო კი ბატონო თავის თავს ირჩევენ კი ზუსტად ხო კომუნისტების დროს იყო მასე ზუსტად აი გვაბრუნებენ რა იმ ეპოქაში როდესაც ერთს ირჩევდი და ფაქტობრივად იაფი არჩევნებიც არის იმიტომ რომ არც ფულის დახარჯვა უნდა და არა ცოტა ფულს ხარჯავენ იმიტომ რომ აგე მეგობარმა მომიყვა ერთმა დათელაყავს მეზობელი და იმას უთქია მეორე ტური რა კაიაო რატოა მეორე ტური კაიო და პირველი ტურივი ჩუბები დაიგენი არა და ფული მაინც მომიტანენ და იგიო ასე კი ახლა კი მაგ ინფორმაცია ზუსტად აი ეს ნამდვილი არის ნათელადან და სხვებიდანაც რომ ახლა ხო არ უნდათ რომ ამომრჩეველი დაფიქსირდეს 20% ხო ანუ გამიგე ხო ეს 20%-ია შენი ეს შენი ამომრჩეველი მაგერაა რაც მოგივი და აგერაა ზუსტად ხო ერთგული ამომრჩეველი ხო არ უნდათ და ამიტომ ცდილობენ რომ ის პენსიონერები ის ადამიანები ვინც იყიდნენ ერთხელ ახლა უფრო ეფათ რა თქმა უნდა მეტი ეფათ ხო ნუ ახლა ზოგი ვანში კალოშებს არიგებდნენ და ახლა ნახევარ კალოშ ვიცებენ ან გახრეტილები იქნება ხო ეგ ფაქტი რომ კი იყო ხო და მოკლედ რო თქვა კი არიგებენ რა და უნდათ რომ რაც შეიძლება ანუ ესე იგი ხალხის მობილიზება მეტი ადამიანი ხო აი იმედი რომ მივა და გადაიგებს სიუჟეტზე ორი კაცი მაინც ხო უნდა შეგანკალდეს და გამოგანგალდეს მე გეტყვი ერთ ამბავს რომ დედა ჩემთან იყვნენ მისულები ხო ხო და ეუბნებოდნენ რომ არჩევნებზე წამოდითო და ნუ არ ვიღებთ რა მონაწილეობას რა ამ არჩევნებში და რატო უნდა წამოვიდეთ და არ მივცეთ იმათ გამარჯვების შანსს ანუ ესე წადი არჩევნებზე და ესე იმათი მოგზავნილები იყვნენ რეალურად კი ნუ მოკლედ რომ თქვა კიდევ უჯდება თანხები და ისე მართლა ვიძახი აი ამას ახლა მართლა გულით ვარ რომ ყოველგვარი იუმორის და რაც ამგერმა ფული ხარჯე მაგეთი ქობულეთში მანდარინის ქარხანა გეეხსნა ბათუმში პორტოღლის საღაცა იგი საღაცა ქარხანები გეეხსნა საწარმოები ეხლა დემშია და დესაგვერდო ისე მიცემდნენ ხვას რაც ახლა ფულები ყარენ რა ხო ეს ყრიან ფულს ხო და აშენე მაგით გაღლები შეშობაზე მოვალ და ისე მოგცე მე ხვას რო ვიკრები პაობილი რო ვიკრები სამუშაო რომ ეკრება და ტარზე მეცმება და ფეხსაც ივაჯვა მე ვიგე ტარზე ხო უნდა ფეხზე უნდა მე რო ეკრებოდა იგი მიცემდა ხვას არა ლოგიკა არის მაგაში აზია საუბარი დააბჩიე ქვეყანას და მოგცემენ ისე ხო რა თქმა უნდა თან ისე ააშენე რომ შენ თვითონ მოირგო ეგ ამბავი რომ პიარი არ უარგათ პიარი არ უარგათ შენი შეფასება მაინტერესებს ბიულეტინები რომ გაუქმდა უამრავი 154,000 მაგალითად ხო ნუ ესე იგი ადგენა იმერეთი ჩამოწერილი ხო ეგ ელისომაც მითხრა იმერეთი თქვა ელისომაც ხო ნუ რაოდენობით 100-ია ყველა რო ნუ არა ჯერა იმერეთი არა ხო ყველა რო იმერეთს ნუ ახლა ამით შეურაცხყოფას აყენებენ ამომრჩეველს რა ბათილად ესე იგი ცუდად შემოხაზა ამომრჩეველმა
და ვერქნა ისე, როგორაც უნდა ექნა, ხო? ესე იგი, მეუნები რომ საქართველოში 144,000 გამოჩეჩეტებული ადამიანია, რომელმაც არ იცის როგორ იმასთან. წერა-კითხვა. ხო, წერა-კითხვა არ იცის, ვერ არჩევს, ვერ ხაზავს, წრეს ვერ აკეთებს, ჯვარს ვერ აკეთებს და ასე შემდეგ რა. ამას ეუნები ადამიანებს რა. ესე 144,000 ადამიანს აგინებ. კი, ანუ ესე იგი. ნუ ესა ის რაც გააყალბენ, წამართვენ, მეორეჯერ გადახაზენ, არ უნდოდა ეგ ის არის ვინც ზალით 41 შეიძლება ქონდა შემოხაზული გადახაზა და მე რო გადახაზა და რაღაც ასეთი ვარიანტი აბა მალე ამდენი დებილი თუ გვაქვს მაშინ რა შემევილოთ იგი და დავაწერო ჯვარი ასე და საგიჟეთ დავაწერო თამუნგანას მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ეს ქვეყანა საგიჟეთი არა თუ ნიჭიერი ადამიანები სავსეა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არა თან მან ის არის რომ გადათვლაზე ხო უარზე იყვნენ ხო გადათვლაზე უარზე იყვნენ და მე რა არის რომ გაასწორა ჟვანიამ ყველა ოქმი და გააშვანშვალა ესე და ეხლა მოდით გადავითვალოთ არა თან უკვე ყველა გზა დაკეტე აი როგორ უნდა გადაითვალო ახლა ავი იმან საოლქოში იყო უბლება გახსნის გადათვლის დაკეტენ და არ გაგვათვლებიან და აქციები მარტეთ და იგი სასამართლოს უნდა შეეძო, გამოეცა, განკარგულება, გადაითვალეთო და იგიც უკვე დამოწურენ. всё, დაამთავრა გუშინ. სააპელაციო, რომ დაამტკიცა რომ საქალაქო, გააკეთა ვაფშე მაგარი საქმეო რა. ხვალ ალბათ აქციაც იქნება, მე მგონი. ხო, ნუ გეგმიური აქციები, რომელიც იმართება, მართალი ახლა ყობახიძე ითვლის თავებს 7000 თავი დათვალა 40. ნუ ახლა ყობახიძე ეს არის რაღაც სხვა ფენომენი რა, არ ვიცი რა. სხვა მოვლენა არის. აი ეს სხვა მოვლენა, ნამდვილად არის უცხო პლანეტელი. ხო. უცხო პლანეტელია, მაგრამ ამ ქვეყნიური და ამ ქვეყნის ამ ქვეყნიურ შეგრძნებები არა. არა, ნუ არ ვიცი. ნუ ახლა ხო უნდა დაანებონ ამ სისუნელეს თავი, თქვა ახლაც რო იძახიან ვიღაცა შემოვა, თურმე ვიღაცა გაიყიდება, შევა ბიჭო, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შევა და არ შევა იმ პარლამენტში. ჩვენ იქ ვინც გარეთ გავარ და ვაპროტესტებთ. იმას რა ახლა ვიღაცა თქვა გაიყიდა, აი უნდა შევიდა. მე რა არაფერი რა. მე რა და იმ პროტესტი ის დაამთავრა პოლიტიკურ კარიერას თორე. ხო, ის დაამთავრა პოლიტიკურ კარიერას. ჩემი ბოღმას აწევით, ერთ ვერ გევიდა იმ ადამიანები ბოღმა და იქ აგრესია. ხალხის, ხო. არსად. ნუ ეს არ ვიახ ყობახიძეს საერთოდ საუბარი არის რა. არა, ხო, ანუ მე ხო არ მithქოს ყობახიძე ლაპარაკი. მე უბრალოდ ყობახიძე მოვიყო. აი ბატონო. თორე. არც მე არ მილაპარაკია დღეს მონოლოგში არაფერი არ მithქოს ყობახიძეზე, იმიტომ რომ არა აქ აზრი ლაპარაკი. არა კაცი. არა ისე რა გამიგვიდა, იცი დამალული ყავდათ. არა ჩენდნენ? ხო. ახლა გამოაჩინენ რა. რატომა ჩათვალე რომ ქართველებს მეენატრა ყობახიძე. სამედით გადაგვიმალე ქართველიერი გადაირია სადა აი კაციო. მოგვენატრა ქართველებს და გამოგვიჩინեն ისევე ხელახლა. კაი, ამერიკელები ჩამოდიან რა. გოგი, ხშირად რა მოუხშირეს უკვე სიარულს რა, პოპეუ ჩამოსული. პოპეუ იყო ჩამოსული. სარომე ზურაბიშვილს შეხვდა ცოტა შევწფი მაგ დროს. მაშინ მიხვდა სალომე და რომ გამოდიოდა, მაშინ ეწერა თვალებზე რა მძიმე მდგომარეობაში ხარ. ჩვენ გაჭირვებულებო. თვალებში წამევიგიდგე ზუსტად რა. მეტა რა ელაპარაკა. მეტად ეგ მაინტერესებს, რა ელაპარაკა. რა ელაპარაკა, არ ვიცი, მაგრამ თაჯიმანი იყო, გაფრთხილებული იცოდა წესიელად ეტარგლა. თვითონ თარგმნიდა რაც უნდა იმ. ხო რა. და ამ კაცი რომ გაცურეული თვალები ყო და ვაი თქვენ პატრონს უბედურს ეგ ფაქტია. მაგრამ ერთი რას დავაკვირდი, რომ ქუთაისში დაიწყეს, ქუთაისშიც დაიწყეს მე მგონი საახალწლო განათლება. 210,000 ლარი გამოყვენ გუშინ თუ გუშინ წინ ღამის განათებებისთვის და ამ დროს 10 საათზე კომენდანტის საათი იწევ 10 საათზე ჩვენ არ გვიშობენ. ეს და კორონასთვის ალათებენ ქალაქს. 210,000 ხალხს. ზარს ხაჯავე რომ კორონა იყოს ბედლიერი. საახალწლო ზეიმზე იყოს, და იხტუნაოს და იცეკოს რა. არა, მართლა მაგარი სისულელე, ამაზე მეტი ჯიღა და მამალი სისულელე საგინდა რომ მეიფიქრო რა. არა, მართლისთვის აკეთებენ, აი. არ ვიცი რა, ესა დებილობა და მეტი არაფერი რა. გარეთ არ გვიშვებენ. 10 შტერი ერთად დააბა ამ სისულელეს ვერ მეიფიქრებს. ხო, რა ვიცი, აი გარეთ არ გავდე. ანუ რა. არა, გარეთ ვერ უნდა გევიდეთ, 10 საათზე, ბავშვი ვერ უნდა გევიყვანო, ჩვენ ვერ უნდა გავიდეთ. ანთებული დაძვისხე ჩვენ უნდა აბა ვისუნათებენ მაშინ.
კორონას. ხო, თან 10 საათის მერე ვცელდება. ხო, 10 საათის მერე. ათამდე არ ვცელდება. აღვირახსნილი კორონა როა, მერე გამოდის ქალების საძებელად. მანამდე ქია ოჯახში. და 10 საათზე გამოდის გარე. აი. რაღაც კი გვეცინება რაღაცებზე, მაგრამ იმდენად ვაი და ჩვენ როსასაცილოთ მაგალითად საქმე ისე მიეცა, ვიცამენტერება. მაგრამ ერთი დიდი პლუსი რაც აქვს დამსახურება ამ ხელისუფლებას ის არის რომ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ქუთაისში ტუალეტი გაიხსნა. კი, ტუალეტი გასცენ, საჩენ, გასცენ და რამდენჯერმე გადაიდო ტუალეტი. რამდენჯერმე გადაიდო ტუალეტის გასცნა და არჩევნები წინა დღეში გახსნენ და პოტენციური კუჭაშლილი ადამიანებმა ოცნებას მიცახმა. და ტუალეტი მოუხსნენ იგანა რა. და წარმატებული პროექტია. წარმატებული პროექტია ქუთაისში, ახლა სამწელი ამნარი კაი პროექტი არის. აპელია გაგეთებული ერთი. მაგ გაგეთე ტუალეტი გაგეთდა რამდენად. კი. ახლა აქციებიც არის რაღაც ქუთაისში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ხო, იყო ქუთაისში და ნამოხვან გესის. ხო, ნამოხვან გესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის დამოკლეს მახვილი ქუთაისის თავზე დაკიდებული რა. 17 წუთში თუ მეტი ადრე აღწევს ტალღა ქუთაისამდე და საერთოდ წალეკავს ყველაფერს აბსოლუტურად, იქეთ სამტრედიას მიაყოლებს, მერე აბაშას და იმას მიაყოლებს და მერე საერთოდ რიონის სადაც მიედინება იმ ადგილებს ხომ მოანიორწყლებს და აი ორშვის სპიცა ვარ ამას თუ ახლა იუმორი და რამე არა მე არ მithქვავს იუმორით რამე ორშვის სპიცა ვარ თუ ნამდვილად არ იყოს ასე ერთ-ერთ იმაზე შეხვედრაზე სადაც პროექტის ავტორები იყვნენ მოსულები და აქეთ ოპოზიცია ვიყავით საზოგადოების წარმომადგენლობა და ასე შემდეგ სპეციალისტები და მიდიოდა ამ პროექტის განხილვა მაგ შეკითხვა დაუშვენ აიო თუ კი თქვა მოსეისმურად იგი არამდგრადი იგია რეგიონი და რომ მოხდეს რამე და გასკდეს და ეწყალი წამოვიდეს ქუთაისის რაიშველება. მე რა ხდება? თუ შვიდს ვიცავარ თუ პასუხი ასეთი არ ყოფილა. ვაცნობებ და გასკდაო. ქუთაისს ვაცნობებ და გასკდაო და დედა მე და ანუ ესე იგი რა მე მოყვეთ. არაფერი ვინე თვითონ ჩავალი. მაგას რო აი ეს ხო აი პროსო იყო დაცი იყო და მეტია. ქუთაისს ვაცნობებ და კეცი გასკდა. დედა აღარა ხო, უბრალოდ გაცნობებენ რა. დედა აღარა ყავს. აი, წავა თუ ამას ვიშობ. თუ ეს არ ემოს. აი, არის მაგრები არის აშვილებს ვიწავდა. მე ნესტია ქუთაისში ისედაც ნესტი მიაქვს და მაგ კაშხალი ნეს გაზის და მე მინდა კიდევ ერთხელ ახლა რაღაცნაირად ქუთაისს მოუწოდო რომ თუ გინდა თქვენი შვილები ცოტა ნორმალურ გარემოში გაიზარდო, ამეიგეთ ხმა და გააპროტესტეთ. კი, ეხლა იმიტომ რომ ნესტია ისედაც ამ ქალაქში ბევრი ასთვიანი ბავშვი ვერძლებს და თბილისში მოყავენ და აღმოსავლეთ საქართველოში და ამ ხელა კაშხაზო დაამატებენ ახლა 20 კილომეტრში ნესტის იგი გაიზრდება რა და თითქმის იგი რემონტიანი სახლები გაიბუჭდება თბილიანებო გარეგამოსვლა რო აგინდათ მოიცოდეთ ნესტი გაიბუჭებთ იმას რემონტს ხო შპალერს აგიგდებთ და ბათქას ჩამოგიგდებთ როიცოდეთ ის ფულიანებო ვისაც არ გინდათ ერთი ადგილის გაწევა და თვლით რომ თურმე იტალღად მარტო ჩემშვილებს ეიგეთ არა თქვენ შვილებსაც მიაყოლებს ზევიდან ამიტომ კეთილინებო და ხმა ამოიგეთ ისაც ბევრი ფული აქვს და კაი რემონტი არა კაი რემონტი როა საჭირო ჩემი გია ისედაც აცვენელი ესე იგი თქვენთან მერის არჩევნები ძარი ხო კი და სიმსუქნის მიხედვით არჩევნები სიმსუქნის მიხედვით არჩევნები კი არის მერის არჩევნები და მაგის მეორე ტური და კრიტერიუმი თავარი კრიტერიუმი რა შეიძლება სქელი ადამიანი კი სუყე ადამიანი უნდა იყოს და მაგის მეორე ტური ციგრება იგებს მეორე ტურში რა შვება ისა რაგვარია? აგერ დააზმა უკომპრომისო ბრძოლაში იგებს. ხო, ქუთაისზე ყვებოდი ხოლმე შენი სულ მახსენდება შენი ისტორია მამაშენზე რომ მოყევი, ჩემთან პირველად იყავი გადაცემაში. კი ბატონო. თრალი რომ მოდიოდა სახში. კი, აცხონოს ბავშვები გვეთვა. უყვარდა დალევას, კეიფის და დროსტარებას და ცოტა ზომალს არის ცოტა ხანახა. ხო. და მაგარი თრალი მოდიოდა. მაგარი კედეს მოყობა ასე ჩამეიდა. მიაყუდა ალბათ ვინ ჩამეიყვანა პადიეს და მიაყუდა ამ კედლის ბოლოში და მოყობა კედელ მოდის აღრო გამეწევს აგეც ეიქცევა და მოდის ასე მოდის საფაგია ისე ახლოს
ხო და ეკედელი რომ თავდება, მე პატარახან რაზგოს იღებს და მეორე კედელი ახლოშია. ეს ბინები რო ახლოში. და იქცევა და მიასწრებს მიეყუდება. და მე აღარ გზაა გადასავლელი უკვე შორსაა კედელი. და კაგრას ამ დროს მოადე რომ ბუქსაოდა იმიგანა და მოადგა ერთი ის გურავი წაგიყვანს სახში და აი რამჭი შინწესო ინდედაცო. შეაგინა და გამეგელევა მაგედელი და მე ვიღე და მაგასაც დავავდა 5 საათი მომიგუნებული. 5 გამოილევა ეკეთილი და არა გამეგელევა მაგედელი და მე ვიღე და მაგასაც გინაღაო და კაი ამბავი გეკრინება კიდე ქუთაისური ერთი. ერთ მეგობრის ახლა სახელი და გვარი აშვაში არის. მეგობრის მამა და გარდაცვლილია რუსულს ასწავლიდა და ახლა სოფელში იმ დროს აღარ მანდამაჟ რუსულის და საერთოდ ცდილობდა რომ ბავშვებს სწავლა შეეყვარებია ბავშვებისთვის რა. ხო და აღარ უსწრის რომ დაინტერესოს ბავშვებს სწავლის სურვილით აღაღზნოს რა. რომ აი მეცნიერება განვითარდა, არ უნდა ჩამოუჩეთ და აგერ გერმანიაშიო კაცო, აგერ გუშინოწე ვიკითხო. ხო. აგერ ქარხანა უშენებიათ. და ცოცხალ ღორს ასე შოუშობენ ამ ქარხანაშიო და არც არავინ არ მუშაობს, არაფერი ეგი დაკლავსო, გაპუტავს, გამოშიგნავსო იმეზე და ბოლოშიო კალბასი გამოდისო. ხო. მას ერთმა. რა იყო ბიჭო და მასწავლო იგიდან რომ გამოუშალო, კალბასიო აქეთ თუ გამოვა ცოცხალი ღორიო. გამოვა, აბა არ გამოვა. როგორ უშავ მაშინმა კალბას კი გარაგე ცოცხალი. და გამოსულია ცოცხალი ღორი. საული მოკლედ. კარგად, კაი, ჩვენიერად გავერთეთ. კაი არიყავი ხასიაძე. რა ის ხასიაძე. ხასიაძე გოგი ვიცი ახლა მესმის შენ ძალიან განიცდი. და მე განვიცი. ემოციის გარეშე აი ვერაფერს ვერ შობი. როცა ვიცი რომ ჩემი შვილის მომავალი ვიღაცამ უნდა შეჭამოს და მოკლას. იმაზე უემოციოდ როგორ არიან ადამიანები, როგორ არ გამოდიან, მე თუ არ მიკვირდეს მე. ხო, ანუ მე სხვანაირად არ შემიძლია და რა ვქნა. ხო, არა, იმიტომ რომ ახლა თან ოპერაცია გაკეთებული, მეტი ნერვიულობა არ შეიძლება, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა ისეთი ის არის რომ ყველამ რაღაცნაირად ვინერვიულოთ, იმიტომ რომ კი ბატონო, კი ბატონო. არჩევნების არსი დაიკარგა, ხო, ქვეყანაში. კი, ნუ არჩევნები და აი ვინმე გამოვიდეს ახლა და მითხრას, თუ კი ეს შეჭა ახლა გატულოცდება. ხო. რომ 4 წლის მერე სინდისის ზარღვი გაეცნებათ და იგი ჩაატარებენ ნორმალურ არჩევნებს და წავლიერ ხელისუფლები და. არა, გასას. რაზეა საუბარი, ახლა თუ ვინმე ამისი ჯერა, რომ კაი ბატონო ახლა არგის არეულობა, თურმე არგის რაღაცა და ეგენი იყვენ, აი ახლა ჯანდაბას და იყვენ, ოღონიგენი არ მევიდნენ და ეგენი იყვენ. 4 წლის მერე კობახიძეს შერცხვება, თალაკვაძეს შერცხვება, დინარაძეს შერცხვება, თურმე და იტყვის, всё, მეტი აღარ მინდა, მე ახლა მეჭამა. თქვენ მოით, ახლა ბიჭებო, ახლა თუ ვინმე ამისი ჯერა. აი ბატონო ჯეროდეს ახლა. ისევე 4 წლის მერე იტყვიან რაცი არჩევნებს რატო ვატარეთ, მაინც ჩვენ მივაჭრეთ სულო. ბერა პრინც იმათ, კოროიმათ, პრინცად. და всё რა. და მონარქიზმი. უაი ხა იგებენ ფეხბურთში ვერ ვიგებთ ერთ. ხო, ნუ ახლა. ნაუ ფეხბურთს თუ გამახსენებ და აი ბაზარო მაგარი თამაში წავაგეთ. ისტორიული თამაში 1-0 ხო კივი ვარ, წივი ვარ, ახლა ტელევიზორში და ცოლი შემევიდა ამას დროს. რაშო, რა სიგნალ, თავზე გადავდე იმედზე და 2-1 ვიკებთო. რასვიჩერები. იმედზე გადავდეო და 2-1 ვიკებთო. ცესკოს მონაცემები. ხო, ცესკოს მონაცემები 2-1 რა განერვულებს. არა, ხო ეგრე. რა გინდა? დიდი მადლობა გოგი, წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებ, რაც ყველაზე თავარია. გოგი წულაია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.